სახარებაი მათესი, თავი მე-15. მაშინ მოუხდეს იესოს იერუსალიმით ფარისევენი და მწიგნობარნი და ეტყოდეს: რაისათვის მოწაფენი შენი გარდახვლენ მოწყურებასა ხუცესთასა, რამე თუ არა დაიბანია ხელნი რაჟამს პურსა ჭამედ. ხოლო იესო მიუგო და რქუა მათ: და რაისათვის თქვენცა გარდახუვალთ მცნებასა ღმრთისასა მოწყურებითა თქვენითა. რამე თუ ღმერთმა თქვა: პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, და რომელმან თქვას ბოროტი მამისათვის გინა დედისა, სიკვდილით მოკუედინ. ხოლო თქვენს თქვით: რომელმან რქუას მამასა თვისა, გინა დედასა თვისა, ნიჭი რომელიც ჩემგან სარგებელ გეყო, და არა პატივს ცემს მამასა ანუ დედასა თვისა. ესე ვითართ ადაუმტკიცებელ ჰყავთ მცნებაი ღმრთისაი მოწყურებითა თქვენითა. ორგულნო კეთილა წინაისწარ მეტყველებდა თქვენთვის ესაია და თქვა: ერი ესე ბაგითა მათითა პატიმცემს, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან ჩემგან. ამაოდ მსახურებენ მე, რამე თუ ასწავებენ მოწყურებასა და მცნებასა კაცთასა. და მოუწოდაერსა მას და ეტყოდა: ისმინეთ და გულისმაყავთ. არათუ პირით შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცსა. მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენი მისლი და რქუეს მას: უწყია რამე თუ ფარისეველთა რაი ესმა სიტყვა იგი დაბრკოლდეს. ხოლო თავადმა მიუგო და რქუა მათ: ყოველი ნერგი რომელი არა დაჰნერგა მამამან ჩემა ზეცათამან, ძირით ურთ აღიფხურას. უტევეთ მათ, რამე თუ ბრმანი არიან და წინამწყუარნი ბრმათანი. ხოლო ბრმაი ბრმასა თუ წინა უწყვინ, ორნივე მთხრებსაშ თაცვივიან. მიუგო პეტრე და რქუა მას: გამოგვითარგმანე ჩვენ იგავი ესე. ხოლო იესო რქუა მას: თქვენცა უგულისხმოვე ხართა? და რა გიცნობი ეს რამე თუ ყოველი რომელიც შევას პირით, მუცლად შევას და განსავალით განვალს. ხოლო გამომავალი პირით გულისაგან გამოვალს და იგი შეაგინებს კაცსა. რამე თუ გულისაგან გამოლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის გულანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის წამებანი, გმობანი. ესენი არიან რომელი შეაგინებენ კაცსა, ხოლო უბანელითა ხელითა ჭამაი არა შეაგინებს კაცსა. და წარვიდა მიერ იესო და მივიდა ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე უფალო, ძეო დავითისო, რამე თუ ასული ჩემი ბოროტა დეშმაკეულ არს. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვაი. და მოუხდეს მოწაფენი იესოს და რქუეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. რქუა მათ იესო: არა ვიდრე მე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწმედულთა სახლისა ისრაელისათა. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანისცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე. ხოლო თავადმა მიუგო და რქუა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგება ძალთა. ხოლო მან რქუა: ჰე უფალო, რამე თუ ძაღლნიცა ჭამეთ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდა მოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათაისა. მაშინ მიუგო იესო და რქუა მას: ჰოი დედაკაცო, დიდარ სარწმუნოებაა ეგე შენი, გეყამ შენ ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან. და წარვიდა მიერ იესო და მოვიდა ზღვის კიდესა მას გალილეაისასა, და აღვიდა მთასა და დაჯდა მუნ. და მოუხდა მას ერი მრავალი, რომელთა ჰყვანდა მათ თანა მკელობლები, ბრმები, ყრუნი, ქვეწარმძრომელნი და სხვანი მრავალნი თითო სახეთაგან სენთა შეპყრობილნი. და დასხნეს იგინი ფერხთა თანა მისთა და განკურნა იგინი. ვიდრე უკვირდაცაერსა მას, ხედვიდეს რაი, ვითარიგი ყრუნი იტყოდეს და მკელობელნი ვიდოდეს, და ღრეკილნი განიკურნებოდეს და ბრმანი ხედვიდეს, და ადიდებდეს ღმერთსა ისრაელისასა. ხოლო იესო მოუწოდა მოწაფეთა თვისთა და რქუა მათ: მეწყალის ერი ესე, რამე თუ აჰა ესერა 3 დღე არს, და მელიან მე და არ არაი აქუს რაიმცა ჭამეს. და განტევებაი მათი უზმათაი არ ამნებავს, ნუ უკვე დაცვივენ გზასა ზედა. რქუეს მას მოწაფეთა მისთა: ვინაიარს ჩვენ და უდაბნოსა ზედა პური ესოდენი, ვითამცა განწყა ერი ესოდენი. რქუა მათ იესო: რაოდენი პური გაქვს? ხოლო მათ რქუეს მას: 7 პური და მცირედი თევზი. და უბრძანაერსა მას დასხდომაი ქუეყანასა ზედა. და მოიღო 7 იგი პური და თევზნი, ხმადლობდა, განტეხა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდესერსა მას. ჭამეს ყოველთა და განწყეს და აღიღეს ნეშტი იგი ნამუსრები 7 ფირიდი სავსე. ხოლო რომელთა იგი ჭამეს იყვნეს 400 მამანი ხოლო, თვინიერ ყრმებისა და დედებისა. და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესო ნავსა,
და მოვიდა საზღვართან მაგდალოისათან.